ქართული ოცნება ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ. 11 ივნისს, როცა ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის შესახებ უნდა იმსჯელონ, რეჟიმი თბილისში ოპოზიციონერ ლიდერებს განსასჯელთა სკამზე დასვამს. საუბარი ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზეა, რომლითაც 8 პოლიტიკოს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. სხდომა 25 ივნისს იყო ჩანიშნული, რატომ შეცვალა ოცნების პროკურატურამ განრიგი. ეჭვია, რომ ასე ოლიგარქის პარტია სიგნალს ბრიუსელს უგზავნის და ცდილობს შეთითხნილი საქმე ევროკავშირზე ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს. მეორე ვერსიით კი ოცნება ქვეყანაში სიტუაციას მაქსიმალურად ამძიმებს იმისთვის, რომ ევროგაერთიანებას სხვა გზა აღარ დარჩეს და რეპრესიების ახალ ტალღას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით უპასუხოს. ლიზი ვეკოა მოისმინა შეფასებები ამ თემაზე, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. ლიზი, გისმენთ. დიახ, ახლა მთავარი შეკითხვა ისაა, თუ საქმე პოლიტიკურ ჩანაფიქრთან არ გვაქვს, მაშინ რატომ გადმოწია ოცნების პროკურატურამ ამ სხდომის თარიღი? აქ საყურადღებოა ის, რომ უწყებას შესაბამისი განმარტება არ გაურცელებია, თუმცა როგორც უნდა იყოს ოფიციალური ახსნა, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი 11 ივნისს ჩანიშნულ დიალოგს უკავშირდება, როცა ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციაზე შეხვედრა უნდა გაიმართოს. შეინარჩუნებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობას, თუ ამ მონაპოვარს დაკარგავენ, ეს დიდწილად დამოკიდებულია სწორედ ამ შეხვედრაზეა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე მსჯელობას დაეთმობა და სწორედ დემოკრატიული უკუსვა და მათ შორის ოპოზიციის დევნა ის მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ. ამ რეპრესიების ნაწილია სწორედ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რომლის გააქტიურება რეჟიმის მიერ ოპოზიციის შეფასებით ახლა შემთხვევითი არ არის და შესაძლოა მიზნად სწორედ ევროკავშირთან ან ვაჭრობას ისახავდეს. ამერიკის ჩანაფიქრი შეიძლება სწორედ ბრიუსელის იძულება იყოს, რომ მან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა. ეს პერიოდი ზოგადად უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსიები არსებობდა ევროკავშირში და უკვე არსებობს თარიღი, ხო, კონკრეტული თარიღი, როდესაც უნდა იმსჯელონ. შეიძლება ეს პროცედურულად ხანგრძლივი არის და წლის ბოლომდე ეს დისკუსიები გაგრძელდეს და ანგარიში აისახოს უკვე, მაგრამ ფაქტია, რომ 11 არის ეს დღე, როდესაც უნდა განიხილონ. და ამ დღეს ამთხვევს სასამართლო პროცესს საბოტაჟის საქმეზე, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს 15 წლამდე პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. ანუ ფაქტობრივად გამოწვევას უკეთებს ევროკავშირს და აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს საერთოდ ვიზა ლიბერალიზაცია, არ აინტერესებს ის პრივილეგიები, რაც ქართულმა ხალხმა მიიღო, მათთვის მნიშვნელოვანი არის აღასრულონ ის რუსული გზა, რაც დაისახეს მიზნად. რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევით არაფერს არ აკეთებს და მათ ახასიათებთ ხოლმე, როდესაც ჩვენი ევროპელი, ამერიკელი პარტნიორები ემზადებიან ხოლმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის რეპრესიული ნაბიჯების გადადგმა. თითქოს და თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობენ და ყველას უნდა მიახვედრონ, რომ თქვენ თუ თქვათ უფრო ძიმე ზომებს მიიღებთ ჩვენ წინააღმდეგ, აი ჩვენ შეგვიძლია რომ უფრო მეტი ადამიანი დავიჭიროთ, უფრო მეტი ადამიანი გავამწაროთ, უფრო მეტი დანაშაული ჩავიდინოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ამგვარი დამთხვევები არ ხდება და ცხადია რეჟიმის პირობებში ამ თარიღის შეცვლას და 25 ივნისის ნაცვლად 11 ივნისს ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესის გადმოტანას აქვს თავისი შინაარსი, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობს რეჟიმი, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯი მათთვის სასარგებლო იქნება, უпростоრად ქვეყნისთვის და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ შეჩერებაზე, როცა მიდგება ჯერი და ამ მსჯელობის თარიღს ამთხვევენ ოპოზიციის ლიდერების სასამართლოს, შეთითხნილი საქმეებით ეს მათთვის დამატებითი ბენეფიტი იქნება პარტნიორებთან და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის თუ პირიქით შემაფერხებელი. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის ფარგლებში პატიმრობა 8 ოპოზიციონერ ლიდერს ემუქრება, საფუძვლად კი ყველა მათგანის შემთხვევაში ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციაა დასახელებული, რაც ამ საქმეს ბრიუსელისთვის სავარაუდოდ კიდევ უფრო საყურადღებოს გახდის. მნიშვნელოვანი ასევე ისიც, რომ ამ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში თვეების განმავლობაში იყო გაჭიანურებული, ახლა კი მოულოდნელად სხდომის თარიღი თითქმის 2 კვირით 11 ივნისს გადმოწიეს და ეს შესაძლოა სწორედ პოლიტიკური ჩანაფიქრი იყოს, ამაზე საუბრობენ ოპოზიციაში და ამაზე ამბობენ, რომ მიუთითებს გამოცდილება წინაწლების შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, როცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ბედი წყდებოდა, 2 თვით ადრე ქართულ მოუწევამ მაშინ მთავარი არხის მედია მენეჯერი ნიკა გვარამია დააპატიმრა, საქართველო კი მაშინ კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა.